გამარჯობა. მე ლელა კოტორაშვილი ვარ. დღეს მე-15 წიგნი უნდა გაგაცნოთ. ტოლკინის ჰობიტი. წიგნი გამოსცა პალიტრაელმა და მისი მთარგმნელია ნიკა სამუშია, ხოლო რომანში ჩართული ლექსები კი ციცო ხოცუაშვილმა თარგმნა. ნიკა სამუშია და ციცო ხოცუაშვილი მათ მიერ ნათარგმნი ლიტერატურით გავიცანი და ყოველ ჯერზე ვუგზავნი უზარმაზარ მადლიერებას. არსებობენ წიგნები, რომლებსაც დამოუკიდებლად აღმოვაჩენთ ხოლმე. არსებობენ წიგნები, რომლებსაც მეგობრები გვიზიარებენ და ვკითხულობთ შემდეგ, ხოლო არსებობენ წიგნები, რომლებსაც მოსწავლეები გვაკითხებენ და მასწავლებლებისთვის ასეთი წიგნები განსაკუთრებულად საყვარელი აღმოჩნდება ხოლმე. ეს წიგნი ჩემმა რაჭველმა მოსწავლემ თამარ ჩიხრაძემ გამაცნო. როდესაც თამარმა ჰობიტი წაიკითხა, მე საერთოდ არაფერი არ ვიცოდი ტოლკინის რომანების შესახებ, უბრალოდ წაკითხული არ მქონდა. თამარი გამუდმებით მელაპარაკებოდა ჰობიტების, ბილბო აბგელის შესახებ წერდა პირად წერილებში და იმდენი მოახერხა, რომ წაკითხვის სურვილი აღმიძრა. ეს წიგნი, ისევე როგორც განძის კუნძული, ჩემს შვილებთან ერთად წავიკითხე ვკითხულობით, მონაცვლეობით და დაახლოებით 7 თვე გაგრძელდა ეს პროცესი. წიგნი სავსე არის ჩვენი მინაწერებით, ნახატებით, დატოვებული კომენტარებით, ხაზგასმული სიტყვებით და ფრაზებით. შემდეგ წიგნი წავიკითხე ჩემს მოსწავლესთან თამართან ერთად. თამარი ჩიკაგოში ცხოვრობს და 1 წლის განმავლობაში საქართველოში სწავლა გადაწყვეტა სწორედ მაშინ გაწაფული კითხვის უნარების გასაუმჯობესებლად ჰობიტი შევარჩიე და თამართან ერთად კვლავ მონაცვლეობით წავიკითხე. შემდეგ უკვე წიგნში მხვდება თამარის მინაწერები, მას გახსნილი ჰქონდა პლანშეტში ორიგინალი ვერსია და ვადარებდით ხოლმე ინგლისურსა და ქართულ სიტყვებს ერთმანეთს და რამდენიმე სიტყვაც, ფრაზაც ნათარგმნი აქვს და თამარს აქვს თავისი ხელით მიწერილი. მესამედ ახლა წავიკითხე ამ ვიდეო ჩანაწერისთვის და კიდევ განსაკუთრებულად სხვაგვარად აღვიქვი და დავინახე ბევრი რამ. რაც შეეხება ტოლკინს, ამ წიგნის ავტორს, ძალიან საინტერესო პიროვნება იყო. მას ძალიან პატარას გარდაეცვალა მშობლები და გაზარდა მეურვეობა გაუწია დედამისის მოძღვარმა. ტოლკინი ბავშვობიდან დაინტერესებული იყო ენების შესწავლით და ის სიცოცხლის ბოლოს ათეულობით ენას ფლობდა, პოლიგლოტი იყო. მონაწილეობდა პირველ და მეორე მსოფლიო ომებში და იყო არაჩვეულებრივი მამა. მან თავისი შვილებისთვის დაახლოებით 30 წლის განმავლობაში შობის პაპის ფუნქცია შეითავსა და მის ნაცვლად სწერდა ბავშვებს წერილებს, ულოცავდა შობას, იგონებდა ზღაპრულ პერსონაჟებს, რთავდა ამ ამბებში, წლიდან წლამდე იცვლებოდნენ ეს პერსონაჟები, ამბები და წარმოიდგინეთ რამხელა თავგადასავალი აჩუქა საკუთარ შვილებს. ეს წიგნი პალიტრაელმა გამოსცა, შობის პაპის წერილები ქვია და აუცილებლად გაგაცნობთ ერთხელ ამ წიგნსაც, გირჩევთ რომ წაიკითხოთ. რაც შეეხება ჰობიტს, ეს თავისი შვილებისთვის მოგონილი ზღაპრები აუკინძავს, თავდაპირველად მასთან ერთად დაუხატავს მთისქვეშეთის რუკა და შემდეგ უკვე რომანის ფორმა მიუცია. 1927 წელს გამოიცა წიგნი, რომელსაც მოჰყვა უკვე ბეჭდების მბრძანებლის ტრილოგია და კიდევ მისი სხვა რომანები. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ის იყო პროფესორი და ოქსფორდში ასწავლიდა, მოღვაწეობდა. წიგნის სიუჟეტზე სანამ გადავიდოდე, მინდა ფენტეზის ჟანრზე გესაუბროთ. ტოლკინი ითვლება ფენტეზის ჟანრის ფუძემდებლად, თუმცა ეს თავად ტერმინი დამკვიდრდა 70-იან წლებში, პირველად გამოიყენეს ლიტერატურაცოდნეებმა, ის ფანტასტიკასა და ფენტეზის ერთი ფუძი აქვს და ერთმანეთს ენათესავებიან ეს ლიტერატურული ჟანრები, თუმცა ფანტასტიკისგან განსხვავებით ფენტეზის აქვს თავისი მკვეთრი მახასიათებლები. კერძოდ ის ძალიან ჰგავს ჯადოსნურ ზღაპარს და თავად ტოლკინიც თავის ნაწარმოებებს ლიტერატურას მიიჩნევდა ლიტერატურულ ზღაპრად და რითი ჰგავს. ეს არის გამოგონილი ზღაპრული სამყარო, მითოსის ახლებური გააზრება, რეალობასა და არარეალობას შორის საზღვრები ძალიან მყიფეა, არ არის გამოკვეთილი. აქ ისეთი სიკეთე და ბოროტება,
ბნელი და ნათელი, მკვეთრად არის წარმოჩენილი, თუმცა შეიძლება კეთილი ბოროტად იქცეს და პირიქით. ხვდებიან ჯადოსნური ზღაპრული პერსონაჟები, ასევე ავტორი იგონებს განსხვავებულ სამყაროს, სადაც ეს პერსონაჟები მონაწილეობენ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ადამიანები სამყაროსგან განსხვავდება. ის ჰგავს ჩვენს სამყაროს, თუმცა შეიძლება გამოგონილი მხატვრული სამყარო, რომელსაც მწერალი გვთავაზობს, იყოს ჩვენი პარალელური სამყარო, ან ძალიან შორეული მომავალი, ან ჩვენი წარსული. ერთი სიტყვით ამ ფენტეზის ჟანრის ლიტერატურას ახასიათებს, როგორც ტოლკინი ამბობს, ჯადოსნურ ზღაპარს აქვს შემდეგი სამი მნიშვნელოვანი მახასიათებელი. ეს არის სულიერი წონასწორობის აღდგენა, ბედნიერი დასასრული იგივე ნუგეში და გაქცევა სინამდვილისგან. სულიერი წონასწორობის აღდგენა გულისხმობს ადამიანის გათავისუფლებას სტერეოტიპული აზროვნებისგან. გაქცევა სინამდვილისგან ეს არის მიბრუნება ზღაპართან, პოეზიასთან და ბედნიერი დასასრული კი გულისხმობს ადამიანის სულის გასხივოსნებას თანამონაწილეობით ფენტეზიში, ჯადოსნურ ზღაპარში. რადგან აქ სიკეთე იმარჯვებს ტოლკინის სამყაროში, თუმცა არსებობს ფენტეზის შემდეგ უკვე სხვადასხვა დასასრულით ფენტეზის რომანების, თუმცა ძირითადად სიკეთე ყოველთვის იმარჯვებს ბოროტებაზე. ამ ფენტეზის ჟანრზე საუბრისთვის წავიკითხე შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის კრებულში აღმოჩენილი თამარ ბერეკაშვილის წერილი, რომელსაც ასეთი სათაური აქვს, პიროვნული იდენტობის პრობლემა და თანამედროვე სამყარო, ფენტეზი. ძალიან საინტერესო წერილია. თქვენც გირჩევთ, რომ თუ კი გაინტერესებთ ფენტეზის ჟანრი, დაწვრილებით გაეცნოთ. ილია უნის გამომცემლობა არის, ილიას უნივერსიტეტმა გამოსცა ეს წიგნი. სწორედ პიროვნული იდენტობის პრობლემა და თანამედროვე ლიტერატურა, ფენტეზი, ასეთი სათაური აქვს სრულად ამ წერილს. ქალბატონი თამარი თავის წერილს ფენტეზის შესახებ ამგვარად ასრულებს. თუ დავუბრუნდებით ფენტეზის ჟანრს და მოვიშველიებთ ამ ჟანრის მთავარ ავტორს ტოლკინს, დავინახავთ, რომ ფენტეზიც მოწოდებულია ახლებურად დაანახოს ადამიანს საკუთარი თავი, თავისი შესაძლებლობების რწმენა შესძინოს, დაუბრუნოს ღირსების გრძნობა და დააჯეროს ზნეობრივი კატეგორიების მნიშვნელობაში მისი ადამიანად ყოფნისთვის, რაც სხვა არაფერია თუ არა იდენტობის ჩამოყალიბების აუცილებლობა, მხოლოდ ჭეშმარიტ იდენტობის მაძიებელ ადამიანს შესწევს ძალა გადაარჩინოს ეს სამყარო, როგორც ნებისმიერი სხვა სამყარო, დაუბრუნოს მას ჰარმონია და სიცოცხლის ნამდვილი სიყვარული. ფენტეზის ჟანრის ლიტერატურისთვის დამახასიათებელია, უნდა აღვნიშნოთ, დამახასიათებელია იმით განსხვავდება ჯადოსნური ზღაპრისგან, რომ გმირი ჯადოსნურ ზღაპარში კოსმიური წონასწორობის აღდგენას არ ცდილობს, მას პიროვნული დაინტერესება აქვს და მისი გმირი დიდად მისი ინდივიდუალიზმი არ იშლება, ასე რომ ვთქვათ, ის გადის ახლიდან, იბრძვის, იმარჯვებს, მაგრამ მეტი არაფერი არ ვიცით მისი პიროვნების განვითარების შესახებ. ხოლო ფენტეზის ჟანრის ლიტერატურაში გმირები გვანან ჩვეულებრივ ადამიანებს. ისინი შეიძლება, როგორც ამ წიგნის მთავარი პერსონაჟი ბილბო აბგელი იყო, მოიცვან შიშმა, იყო ყმანმა, თუმცა ისინი არასდროს არ ღალატობენ ზნეობრივ პრინციპებს. და მონაწილეობენ, მათ რაღაც საკრალური ცოდნა აქვთ, მონაწილეობენ სამყაროში წონასწორობის, ჰარმონიის აღდგენის პროცესში. ძალიან მიყვარს ფენტეზის ჟანრის ლიტერატურა, რადგან ჩემი უსაყვარლესი ჟანრია ჯადოსნური ზღაპარი და აი ამ მსგავსებით მართლაც ვგრძნობ ხოლმე, როგორც უკვე აღვნიშნე, ამ ბედნიერი დასასრულის ზესაუბრისას ფენტეზის ჟანრში თანამონაწილეობა როგორ მცვლის პიროვნულად და როგორ მავსებს ძალიან დიდი ძალით. რაც შეეხება თავად ამ წიგნის სიუჟეტს, ამ წიგნის სრული სათაური არის ასეთი: ჰობიტი, იქით და აქეთ.
და ვეცნობით პირველივე თავში ჰობიტებს, მათ საცხოვრებელ გარემოს. ეს არსებები გამოიგონა ტოლკინმა. ისინი ცხოვრობენ გორების ქვეშ თხრიან სოროებს. არ უყვართ თავგადასავლები, მშვიდი ცხოვრება მოსწონთ. ხშირად მიირთმევენ საჭმელს, მოსწონთ მოლხენა, აგროვებენ ნივთებს და არაფრის დიდებით არ უნდათ, რომ საკუთარი მყუდროება დაირღვეს. ამ ბალიშზეც სწორედ წიგნში აღწერილი ჰობიტის სორო, ბილბო აბგელის სორო მაქვს დახატული. და ერთ დღესაც, როდესაც ხო გარეგნულად არიან ჯუჯებზე დაბლები, აქვთ ძალიან უნარი, რომ ჩუმად იარონ. ფეხებზე არასდროს არ სჭირდებათ ფეხსაცმელი, რადგან მათი ფეხის გულები დაფარულია სქელი ტყავით და ტყეღრეში თავისუფლად შეუძლიათ სიარული. მოსწონთ ჩაცმა და შედარებით მძიმე წონისანი არიან ჯუჯებზე მეტად. რაც შეეხება ამ სტუმრო ბილბო აბგელი პირველ თავს დავუბრუნდეთ. ბილბო აბგელს გვაცნობს, რომელიც ასევე მშვიდობის მოყვარე ჰობიტი არის, თუმცა დედამისი ბელადონა თუკების შთამომავალი იყო და თუკებს უყვარდათ სხვა ჰობიტებისგან განსხვავებით თავგადასავლები. და ნაწარმოების სიუჟეტის განვითარებისას ჩვენ ვხედავთ, რომ ეს დედის სისხლი როგორ იყივლებს ბილბოში. ერთ დღესაც, როდესაც ის გარეთ იჯდა და ჩიბუხს აბოლებდა, მას ესტუმრება ჯადოსანი განდალფი და შეიძლება ითქვას ძალით შეიჭრება მის სამყოფელში, მის სიმყუდროვეში და გააცნობს თავის გეგმას. ეს მათი შეხვედრის ამბავი არის ძალიან საინტერესოდ აღწერილი. როგორც ცდილობს ბილბო აბგელი თავიდან მოიშოროს ჯადოსანი, რადგან იგრძნობს გუმანით, რომ თავგადასავლებისკენ დაუბიძგოს განდალფმა, თუმცა განდალფი ჩვეული იუმორით, დახვეწილი იუმორით და მისი ხასიათის ცნობით მას უნარი აქვს, რომ დაფარული წია მოიკითხოს, როგორც წიგნიდან ხვდებით, მოახერხებს, რომ მასთან სოროში აღმოჩნდეს დანარჩენ 13 ჯუჯასთან ერთად. აქვე მინდა გაჩვენოთ, როგორ ვხატავდით მე და ჩემი შვილები და ეს ძალიან საინტერესო უნარია, მაგალითად ბილბო აბგელი ასე გვყავს დახატული, ეს სორო გაჩვენეთ და კიდევ სხვადასხვა ნახატები გვაქვს დატოვებული წიგნში. ხო, აი კიდევ მაგალითად ეს ჯუჯები, რომლებიც უბრალოდ განდალფი დავხატეთ აქ. ვრცელი ეს წიგნი ბილბო აბგელის თავგადასავალს ეხება. მას განდალფი 13 ჯუჯასთან ერთად გააცნობს, რომ უნდა ჩაებას თავგადასავალში, კერძოდ ჯუჯების მეფე, ცისქვეშეთის მეფე თორინი გაუმხელს, რომ აპირებენ საკუთარი დაკარგული განძის დაბრუნებას. თუმცა ეს ძალიან არარეალურად ჟღერს, რადგან წინ ელოდებათ უამრავი ხიფათი. და ბილბოს არაფრით არ სურს ამ თავგადასავალში ჩაებას. ისინი ჯუჯები და აქ აღწერილი არის, ძალიან უყვარს პირველი თავი, როგორ აიძულებენ, რომ გაუმასპინძლდეს მოულოდნელად მოსულ სტუმრებს და როგორ აურევენ სახლს, მის სოროს, მის წესრიგს როგორ დაარღვევენ. ბაღშმობისას ისინი მღერიან, სხვადასხვა საკრავზე უკრავენ და ამბობენ ლექსებს სიმღერად. ეს წიგნი ხშირად შემოგვხვდებათ წიგნში სხვადასხვა ტიპის ლექსი, რომლებიც სიტუაციის მიხედვით აქვს ავტორს ჩართული და ძალიან ალამაზებს პროზიდან გადანაცვლება პოეზიის სამყაროში. ერთი სიტყვით ბილბო გაემგზავრება ჯუჯებთან ერთად, მას თავს გადახდება დაუვიწყარი თავგადასავლები და აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი მონაკვეთი. ჯუჯებს არ მოეწონებათ ბილბო, რომელიც არ მიიღებს გულითადად ამ სტუმრებს და არ სურს უარს აცხადებს
თავგადასავალში მონაწილეობაზე და განდალფს უსაყვედურებენ. განდალფი კი ეუბნება ასეთ რამეს. მას იმაზე მეტი შეუძლია, ვიდრე გგონიათ, ვიდრე თავად ხვდება. ჩემი საყვარელი პერსონაჟი არის განდალფი და მასწავლებლობის დანიშნულება, თავარი საზრისი რაც არის, სწორედ ამაზე დამაფიქრა. მასწავლებლობის სიმბოლოდ მესახება განდალფი. რადგან ჩვენც როგორც განდალფმა ბილბოში დაინახა მისი დაფარული შესაძლებლობები და მუდმივად არწმუნებდა ამაში, უბიძგებდა რაღაც პერიოდი გვერდით მიხვდებოდა და მერე მარტო ტოვებს ამ ჯუჯებთან და ხიფათებთან. შემდეგ საჭირო დროს ისევ ჩნდება ბილბოს ცხოვრებაში, სწორედ აი ამ ნიშნით მასწავლებლებიც იმავე გზას გავდივართ, რომელიც გზაც გაიარა განდალფმა და ერთი სიტყვით აი ამ ხასიათის ამ თვისებებით ძალიან შემიყვარდა განდალფი. ბილბო ჯუჯებთან ერთად გადაეღრება როლებს, აღმოჩნდება ბნელ ტევრში, ობობებს და უზარმაზარ ობობებს შეებრძოლება. ელფები ტყვეობაშიც აღმოჩნდებიან, შემდეგ კასრებით გააპარებს თავის მეგობრებს. შეხვდება გოლუმს, რომელიც ასევე ძალიან საინტერესო პერსონაჟია და მინდა ყურადღება გავამახვილო. ის გამოქვაბულში, სიბნელეში, წყალში ცხოვრობს და საკუთარ თავთან წლების განმავლობაში საუბრისას, მარტო ყოფნისას საკუთარ თავს ელაპარაკება და ის გამოცანების თამაშს დაიწყებენ, რაზეც არის დამოკიდებული ბილბოს ადგილის სიცოცხლე. აი აქ მოულოდნელად იპოვის ბეჭედს, რომელსაც აქვს უნარი რომ გააუჩინაროს ბილბო ადგილი და მთელი რომანის განმავლობაში შემდეგ ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს. გოლუმს, როდესაც თავი დაეხსნება ბილბო, მას შეებრალება ეს არსება, რომელიც მარტოსულია და ვინ იცის, რატომ არის ასეთი ხასიათის მარტოობის გამო დიდ სიბრალოს გამოხატავს ბილბო მისდამი. და შეიძლება ითქვას, რომ ყველა რაღაც ტოლკინმა შემოიყვანა გოლუმის პერსონაჟი იმის ნათელსაყოფად, რომ საკუთარ თავთან მარტოობა და აი ამგვარი მარტოობა, რომ სხვები არ გაინტერესებდეს და მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობდნენ, გოლუმის მსგავსად შეიძლება გადაიქცეს ადამიანი. ერთი სიტყვით შემდეგ ისინი უკვე შეეყრებიან გლებს, ვარგებს, ასევე გამოჩნდებიან მთის არწივები, განდალფის მეგობრები, რომლებიც დაიხსნიან მათ მგლებისგან და ჯადოსნურ ზღაპარს ჰგავს კიდევ აი პროფესიული გმირების აღმოჩენით, შემოყვანით რომანში, გულისხმობ ბილბო არის მთავარი გმირი, აქვე ჩნდებიან დამხმარეები, როგორიც არის მაგალითად განდალფი, შემწეები, დამხმარე მჩუქებლები და ასევე მავნეები. დაყოფილი არის აი ესეთ მკვეთრად უარყოფითი პერსონაჟები, ასევე გვხვდებიან დადებითი პერსონაჟები და განდალფი თავისი გამჭრიახობით უკვალავს გზას ჯუჯებსა და ბილბოს. ისინი შემდეგ აღმოჩნდებიან ბეორნთან, რომელიც არის მაქცია და დათვად იქცევა დრო და დრო და აქაც როგორ შეჰყავს ორ-ორი ჯუჯა, როგორ აღძრავს ბეორნის ცნობისმოყვარეობას, ავტორი მიგვანიშნებს განდალფის ხასიათის კიდევ ერთ მნიშვნელოვან მომენტზე, გულისხმობ მის გამჭრიახობას და წინდახედულებას და ბოლოს ჯუჯები გადალახავენ ძალიან ბევრ დაბრკოლებას და ისინი მიაღწევენ ესგაროთამდე, სადაც ადამიანები სახლობენ და ბოლოს მთის ქვეშეთშიც ჩააღწევენ, სადაც შეხვდებიან, გაიცნობენ კი არა და დრაკონს სმაუგს, რომელიც დაეპატრონა ჯუჯების განძს და აი ბოლოს გაიმართება გადამწყვეტ ბრძოლა. ჯუჯებს ხუთი არსება იბრძვის ამ ბრძოლაში, ამ ომში და ერთი სიტყვით აი
ეს თავგადასავალი არის მართლაც ჯადოსნური, დაუვიწყარი, საინტერესო, ცნობის მოყვარეობას აღგიძრავს მკითხველს და ამასთანავე ჩვენ ხედავთ, როგორ იზრდება ბილბო პიროვნულად, მისი შიშები როგორ რჩება უკან, როგორ თავდაჯერებულობას როგორ იძენს და როგორ ავლენს ხასიათის დადებით თვისებებს. ბილბო აბგელი ხშირად ნატრობს სახლში ყოფნას თავის სოროში, სიმყუდროვე ენატრება, მაგრამ ყოველთვის ახერხებს, რომ ჯუჯები დაიხსნას ხიფათისგან. და თავადაც რომ არ იცის ისეთ უნარებს ამჟღავნებს, რაზეც წინასწარმეტყველებდა განდალფი. აი ეს ბილბოს პიროვნების განვითარება, მისის ზნეობრივი პრინციპები და ღირებულებები ძალიან საინტერესოა. ჯუჯებს რაც შეეხება, მათ აქვთ ისინი ხარბები არიან და ანგარიშიანები და მიუხედავად ამისა, მათ აქვთ იმის უნარიც, რომ გააცნობიერონ საკუთარი შეცდომები. ბილბოს სიხარბის არაფერი არ სცხია, მას არ აინტერესებს ეს ოქრო, უკან დაბრუნებისას აღმოჩნდება, რომ ის პატივისცემას დაკარგავს თავის თანამოწმეებში, რადგან თვლიან შეშლილად. ბილბო აბგელის თავგადასავალი არის ტრადიციული მოტივი და მოტივი ლიტერატურაში. ეს არის გმირის შინიდან გასვლა და უკან დაბრუნება, განძით და სიბრძნით. ბილბო უკან დაბრუნებული ჯდება და იწყებს მემუარების წერას და ლექსების წერას. მას სტუმრობენ დროდან დრო განდალფი და აუცილებლად უნდა აღნიშნო საუბრის დასასრულს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ. რომანში ყოველთვის, როდესაც რაღაც გადალახავს ხიფათს ბილბო და ამის გამო ქებას მიიღებს, მალევე მოვლენები ძალიან იცვლება ხოლმე და მას შემოტრიალდება ხოლმე და ჩვენ ხედავთ, რომ მადლიერება შეიძლება დაიგვიანოს, შეიძლება მისი საქმიანობა ეჭვის ქვეშ დადგეს, მაგრამ ბილბოს ეს დიდად არ აინტერესებს. ბილბო რჩება ისევ თავისი ის, ვინც არის, არ კარგავს საკუთარ თავს, არ იპყრობს ეჭვები და ამ ხასიათის ამ თვისებებით დაუვიწყარი პერსონაჟი შემოიყვანა მსოფლიო ლიტერატურაში ტოლკინმა. ეს წიგნი არის ჩემთვის უსაყვარლესი თავისი წარწერებით, რომ წარწერას წაგიკითხავთ და შემდეგ დაგემშვიდობებით. აქ ბეორნის სახლში აღმოაჩენს ბილბო, რომ მას აქვს ფუტკრებს უვლის ბეორნი და ყვავილების მინდორი აქვს გაშენებული და სამყურაა ნახსენები და გაბრიელს უთქვამს, რომ წიქარაშია სამყურა. და მანამდე ფეხის ყურები უწოდა, მეთქი ასეთი წარწერა მაქვს და მოკლედ აი ესეთი ბეორნის ასე ყავს დახატული. გირჩევთ, რომ წაიკითხოთ ჰობიტი და მე მომავალ წიგნამდე გემშვიდობებით. ბოლოს იქნება მგონი. დიდი მადლობა მთარგმნელებს კიდევ ერთხელ.